თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკებს: გაიცანი მესხეთი, ხვალ ვიწყებ დიეტას და ჩემი საქმე. აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ. გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. ჩვენ ვიმყოფებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე. ახალციხის ციხე არის ძალზე დიდარი ისტორიის მქონე. თვითონ ეს ქალაქი დაფუძნდა მე-9 საუკუნეში. თავდაპირველად ლომსია ეწოდებოდა, ხოლო მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება როგორც ახალ ციხე. ანუ სავარაუდოდ მოხდა ძველი ციხის განახლება და აქედან გამომდინარე დაერქვა მას ახალ ციხე. მემატიანე პირველად მოიხსენიებს ცნობილ ქართველ სარდლებს შალვა და ივანე ახალციხელებს, როდესაც ისინი მოღვაწეობდნენ, იბრძოდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში 1204 წელს. რა თქმა უნდა, სავარაუდებელია, რომ ჩვენს ქალაქს სახელწოდება შეეცვალა მე-12 საუკუნის დასასრულისათვის. საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ თავდაპირველად ამ ციხის გამგებლები იყვნენ თორელები, შემდეგ უკვე ჯაყელები და შიგადაშიგ ხდებოდა ისეც, რომ ხიმშიაშვილები მართავდნენ აი ამ მხარეს და ბოლო ასე ვთქვათ ათაბაგი სწორედ იყო, მართველი იყო ხიმშიაშვილი. მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ციხის, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს. მინდა ვთქვა ისიც, რომ უშუალოდ ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე 24 სამლოცველო არსებობდა და მათ შორის 4 უშუალოდ ციხის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მოგეხსენებათ, რომ სამცხე-ჯავახეთი ის ტერიტორიაა, საიდანაც ნინო წმინდა შემოვიდა საქართველოში და მოგეხსენებათ ისიც, რომ ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან საქართველოში ვრცელდება ქრისტიანობა, შემდეგ კი უკვე ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისტორიულ ძეგლთა შორის ჭარბობს ქართული სალოცავები. რაც შეეხება ახლა განსაკუთრებულად მე ყურადღება მინდა გავამახვილო ეგრეთ წოდებულ მეჩეთზე, რომელიც ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. რატომ ეგრეთ წოდებული მეჩეთი? ამ ტერმინს გავმარტავ. ქართველმა ქრისტიანმა მოსახლეობამ მას მეჩეთი უწოდა, მაგრამ თვითონ თურქებმა, რომელთა თურქეთის სულთანის ბრძანებით იქნა აგებული მე-18 საუკუნეში, მეჩეთად არ მიიღეს. ამ მეჩეთის აღმშენებელი გახდათ ჰაჯი აჰმედ ფაშა ჯაყელი. იგი მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა, ძალიან ცნობილი პიროვნება გახდა და ძლიერ მმართველად მოიაზრება და ერთგვარად სეპარატიზმის გზას ადგა, ბოლომდე არ ემორჩილებოდა თურქეთის სულთანს და ის სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მას ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა გამოუტანეს სასჯელად. მინდა აღვნიშნო ის, რომ მას ბევრი ბრალდება წაუყენეს, მაგრამ ერთ-ერთი ბრალდება ის გახდათ, რომ მან მეჩეთი კი არა აშენა მაჰმადიანური სალოცავი, არამედ ქრისტიანული სალოცავი. ცნობილია ისიც, რომ როდესაც მეჩეთს აშენებდა, უნდა ეშენებინა ეგრეთ წოდებული მეჩეთი, მან იტალიიდან სპეციალურად მოიწვია არქიტექტორი და სწორედ მან შექმნა ეს არქიტექტურული ნაგებობა იტალიელმა არქიტექტორმა და მას თურქებმა უწოდეს პატარა აია სოფია და არ მიიღეს ქრისტიანულ სალოცავად, რადგან არქიტექტურულად ბევრი რამ იყო, ასე ვთქვათ, არასწორად გაკეთებული და სულ არ ჯდებოდა მეჩეთის არქიტექტურაში.
აი სწორედ ერთ-ერთი ბრალდება, რაც თურქებმა წაუყენეს ჰაჯი აჰმედ ფაშა ჯაყელს, სწორედ ის იყო, რომ მან მაჰმადიანური სალოცავის ნაცვლად მეჩეთი ააშენა. და ამ მშენებლობა მიმდინარეობდა 1745-დან 1752 წლამდე და აი იქედან. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი რა იყო? არა მარტო არქიტექტურა. არამედ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აი სწორედ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეჩეთი ფაშამ ჯაყელმა ააშენა ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე. ეს იყო კიდევ ძალზედ მნიშვნელოვანი. აი ამიტომ იყო, რომ ამ მეჩეთმა იმთავითვე სწორი დანიშნულება ვერ მიიღო. დიდხანს არ ყოფილა მაჰმადიანთა სალოცავი, რადგან მოგეხსენებათ, რომ 1828-29 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. 1828 წლის 16 აგვისტოს ჩვენი ქალაქი გაანთავისუფლდა. მოგეხსენებათ ისიც, რომ პასკევიჩმა რუსეთის ჯარის მთავარსარდალი გახლდათ პასკევიჩი და პასკევიჩის რუსულმა ლაშქარმა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა შეძლო ჩვენი ქალაქის აღება, გათავისუფლება და აი ამის შემდეგ უკვე თქმულება გადმოგცემს იმას, მოგვითხრობს ზეპირი გადმოცემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას ცნობილი ქართველი გენერალი გრიგოლ ორბელიანი და ის ამავე დროს უძლიერესი რომანტიკოსი მწერალი გახლდათ და აი ამ პიროვნებამ ეს იღებდა მონაწილეობას ამ ბრძოლაში და მან გააკეთა თურმე ასეთი განაცხადი, რომ მას უნდა აეღო ზარბაზნის ერთი ტყვია და ერთი ზუსტი გასროლით უნდა ჩამოებდო მეჩეთის თავზე დამაგრებული ნამგალა მთვარე და მართლაც თურმე რამდენიმე საათის განმავლობაში უმიზნებდა აღმოსავლეთის მხრიდან განლაგებული იყო რუსული ჯარი და ერთი ზუსტი გასროლით ჩამოაგდო მეჩეთის თავზე დამაგრებული ნამგალა მთვარე. სხვათა შორის ცნობილია ისიც, რომ მეჩეთის ეს საკმაოდ გამაგრებული, სტრატეგიულად მოხერხებული და გამაგრებული ციხესიმაგრე იყო და რუსეთის ჯარსა და ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეს ციხე აეღო და გაეთავისუფლებინა თურქებისგან. 3000 ახალი ციხელი დაიღუპა და მათ შორის იყო 100 მეომარი ქალი. საერთოდ ამორძალების ბრძოლა და ამორძალების ისტორია ძველთაგანვე ეს ჩვენი ქვეყნის ქართველი ერის ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა და ამ პერიოდში სწორედ ნამებისა და მეუღლეების გვერდით იბრძოდნენ მამაკაცის ფორმაში გადაცმული ქალები. ახლა აქვე მე მინდა ყურადღება გავამახვილო მეორე მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლზე, რომელიც სწორედ მეჩეთის ისტორიასთან ერთად განიხილება. იმავე პერიოდში, მე-18 საუკუნის შუახნებში აგებული იქნა ეგრეთ წოდებული მედრესე. მედრესე სასწავლებელს ნიშნავს და ჩანაწერებიდან და ისტორიული მასალებიდან ჩანს ის, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული ეს იყო ერთ-ერთი კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლებელი, სასულიერო ხასიათის სასწავლებელი. პირველ სართულზე იყო საძინებელი ოთახები და მეორე სართულზე განლაგებული იყო ეგრეთ წოდებული საკლასო ოთახები. მაგრამ გარდა იმისა, რომ აი ამ ძეგლში სასწავლებელი იყო განთავსებული, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამავე მედრესეს შენობაში მეორე სართულზე განთავსებული იყო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ეს იყო ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა სამცხე-ჯავახეთში. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა ეკლესია მონასტერს ჰქონდა თავისი წიგნადი ფონდი, ხელნაწერების ფონდი და ბიბლიოთეკას პირდაპირ ვერ დავარქმევთ, მაგრამ წიგნადი ფონდი ჰქონდა ყველა ეკლესია მონასტერს, მაგრამ აი ესეთი სახით უფრო ოფიციალურად რომ აი ბიბლიოთეკა უწოდოთ, ერთ-ერთი უძველესი და უდიდრესი ბიბლიოთეკა აი სწორედ ამ მედრესეს შენობაში იყო განთავსებული. აი, როდესაც უკვე რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გაათავისუფლა ეს ახალციხის ციხე, აქ
იღებდა მონაწილეობას და იმ პერიოდში ყოფილა ჩამოსული. ასეთი გაზეთი გამოდიოდა ლიტერატურული ნაწილი, ტიფლისკი ვედმოსტი, აი ესეთი გაზეთი, რუსული გაზეთი იყო და მისი რედაქტორი გახლდათ პავლე სანკოვსკი. რა თქმა უნდა, ახლა, როდესაც გაზეთის რედაქტორი იყო, ის საკმაოდ განათლებული პიროვნება იქნებოდა და მან, როდესაც დაინახა, რომ აქ აღმოაჩინა ბიბლიოთეკა, არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ დაახლოებით ამ ბიბლიოთეკაში 600-მდე ხელნაწერი წიგნი არსებობდა სხვადასხვა ენაზე შესრულებული და პავლე სანკოვსკს გადაურჩევია 300-მდე ხელნაწერი და ეს ხელნაწერები გადაუგზავნია პეტერბურგში, იმიტომ რომ იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, ისევ პეტერბურგი, ხო? აი ამიტომ და დღემდე, რა თქმა უნდა, ის ხელნაწერები, რომელიც ამ ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი და გადატანილი პეტერბურგში, ისევ პეტერბურგში არის განთავსებული და ქართველ ერს სამწუხაროდ არ გახსენებია ის, რომ ასეთი უნიკალური ხელნაწერები ისევ დაებრუნებინა სამშობლოში. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, დღეს უკვე როგორც მეჩეთი, აგრეთვე მედრესე და არა მარტო დღეს, იმ ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, მას თავიანთი პირვანდელი დანიშნულება მათ აღარ გააჩნიათ. კი დგას აქ ეგრეთ წოდებული მეჩეთი, მაგრამ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში ასრულებდა მეჩეთის მისიას და გარკვეული პერიოდის მას შემდეგ, რაც რუსები შემოვიდნენ, როგორც გითხარით, მოხსნეს ნამგალამთვარე და დაამაგრეს ქრისტიანული ჯვარი და ჯარის სალოცავად გამოიყენებოდა და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საბჭოური პერიოდში ყველა ეკლესია მონასტერი დაიხურა და მათ შორის გამონაკლისს არც კათოლიკური, არც მართლმადიდებლური და არც მაჰმადიანური სალოცავი არ წარმოადგენდა გამონაკლისს, ყველა იქნა დახურული. ეს ძეგლები, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პირვანდელი დანიშნულების ფუნქციას არ ასრულებენ, ჩვეულებრივად არის ისტორიული ძეგლი, მაგრამ მეჩეთი არ არის მეჩეთი, ისტორიული ძეგლია და იქ არანაირი, რა თქმა უნდა, არც მაჰმადიანური მოსახლეობის გადასახლებამდეც არ შეუსრულებია მას მეჩეთის მისია და ვით უმეტეს საბჭოთა პერიოდისა და შემდგომ პერიოდში. და მედრესეც ეს თავისთავად მხოლოდ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და მათ, ასე ვთქვათ, პირვანდელი დატვირთვა ბუნებრივია აღარ აქვთ. აი დაინტერესება რა თქმა უნდა, როდესაც დამთვალიერებელი შემოდის და მოგეხსენებათ ის, რომ 2012 წელს მოხდა ციხის განახლება, გრანდიოზული, მასშტაბური განახლება მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ ახალციხე, ჩვენი ქალაქი აღმოაჩინა სრულიად მსოფლიომ, შეიძლება ასე ითქვას, დღემდე გრძელდება, რომ მოდიან დამთვალიერებლები, ინტერესდებიან და რა თქმა უნდა, ინტერესი აქვთ ამ მეჩეთის, ეგრეთ წოდებული მეჩეთის მიმართ, მედრესეს მიმართ, მაგრამ ის ვინც იცის და მეტნაკლებად მოეხსენება საქართველოს ისტორია და შესაბამისად სამწყე-ჯავახეთის ისტორია, მათთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვისაც უცნობია ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე გიდები, რომლებიც ამ ძეგლების ისტორიას მოახსენებენ და აცნობენ. ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალზედ დიდი. ხვალიდან ვიწყებ დიეტას. რატომ ხვალიდან? მოდი დღეიდან დავიწყოთ. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მოგესალმებით, რომ გაგვეცნოთ და წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი, ვინ ხართ, რა საქმიანობთ და რომელი სპორტით ხართ დაკავებული. მოგესალმებით, მე ვარ გაგა გილაშვილი ახალციხიდან, კლავჭიდელი, სამწყე-ჯავახეთში მაქვს ჩამოყალიბებული ჩემენი კლუბი 2019 წლიდან და ასევე ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი და საერთაშორისო სერტიფიცირებული მწვრთნელი. პირველ რიგში მაინტერესებს რა გავლენა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ადამიანის ყოველდღიურ საქმეს და მის ფიზიკურ დატვირთვას. საერთოდ როგორც ვიპოვებთ ჩვენ ცხოვრებაში, შესაბამისი ხასიათი გვეგვაჩნია ყოველდღიურ ცხოვრებით. რომელი ასაკიდან არის უფრო რეკომენდირებული, რომ მშობელმა შვილი კონკრეტული სპორტის სახეობით დააკავოს და პირობითად
თუ არის ესე განსაზღვრული, მაგალითად ცურვაზე რომელი წლიდან უნდა შევიდეს, კლავჭით რომელი ასაკიდან უნდა კავდეს და ასე შემდეგ, რომ მშობლოსაც რომ ურჩიოთ ამ ხრივ როგორ უფრო მართებულია. დიახ, ეს არის ინდივიდუალური. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვაკვირდებით მის გენეტიკურ მოცემულობას, რა გენეტიკის მატარებელია, რა გენეტიკით არის დაჯილდოებული თვითონ ბავშვი. მაგალითად, 7 წლის ასაკში მე მყოლია ბავშვები, რომლებიც სერიოზულად არიან მიდრეკილების სპორტისაკენ და უკვე მათი სხეული მზად არის, რომ პატარ-პატარა დატვირთვები მივაღებინოთ და მოვამზადოთ. მაგალითად, ზოგი 15 წელში არ არის მაგისტრის მზად. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ მის გენეტიკურ მაჩვენებლებს. წონის კორექციისთვის ვარჯიშობთ რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანს, როდესაც გადაწყვეტს, რომ უნდა რაღაც კონკრეტული თქვა ფორმები მიიღოს და რამდენიმე კილოგრამი დაიკროს. აი ხშირად მომისმენია მშობლებისაგან ესეთი სიტყვა. მიდი შვილო ივარჯიშე და ტენიან ყველაფერს იმისათვის, რომ მხოლოდ ვარჯიში არაფერი არის. თუ არა კვება. კვება არის ყველაფერი ვარჯიში. რომ მიიღო ნახშირწყალი, ცილა, ცხიმები და ასე შემდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაზე და განსაკუთრებულად სპორტსმენებზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, მათ გასამაგებული დოზა ჭირდებათ, რომ მიიღონ ის საკვები რაციონით, რაციონში დატვირთული ცილები და ნახშირწყლები, რაც ჩვეულებრივ ადამიანს. რადგან კვებას უკვე შევეხეთ, მოდი ამ კუთხით ცოტა უფრო განვაცოთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კვება თანხმდროში მოდიოდეს ვარჯიშთან, იმისთვის რომ სასურველი შედეგი დადგეს, რა როლი აქვს? სასურველი შედეგისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის საკვები რაციონის სწორად განსაზღვრა. თუ რას ვიღებთ, რა დატვირთვით, რა თქმა უნდა და შემდეგ არის ვარჯიში. რომ ავიღოთ მაგალითად კვება ყველაზე მნიშვნელოვნად წარმოადგენს 70%, ხოლო 30% დავუთმოთ ვარჯიშს. რომ მივიღოთ სასურველი შედეგი და რასაც ვქვია, განვითარდეთ და ჩამოგიყალიბდეს დასრული სხეული, რომელიც სასურველ შედეგს უნდა მივიყვანს ნებისმიერ სპორტში. და რამდენად აქვს გავლენა ჩვენს ბუნება-განწყობილებას წონის კვების პროცესში, რამდენად მოქმედებს? როდესაც ადამიანს სხეულის ინდექსი აქვს დიდი, ცხიმები რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვერ მოძრაობს, ვერ არის ხალისიანი, განწყობა ნაკლები აქვს განვითარებისათვის. როდესაც ავტომატურად იკლებს წონას, გემატება ცხოვრებაში ენერგია, უფრო მეტად ხალისიანი, მეტად აზროვნებ, მეტად გეძლება ცხოვრების სტიმული და ასე შემდეგ. ნებისმიერი პრობლემას, ასე რომ ვთქვათ, მარტივად უკლავდები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამას გაიგებს ის ადამიანების ნაწილი, ვისაც ეს გამოუცდია, როდესაც სასურველ კილოგრამებს უახლოვდება და გზნობს რა ბედნიერია და რა მარტივად მოძრაობს და რა ხალისი და ენერგიით იღუზებს ყოველდღიურად. მარტო წონის კლებას ვახები თითქოს და წონის მატებასაც რო შევხვდეთ გან ზოგიერთი ადამიანთვის სწორედ ეს არის პრობლემა. შესაბამისი კვებითა და ვარჯიშით რამდენად შესაძლებელია რომ თქვა სასურველ წონამდე ავიდეს ადამიანი, ანუ კილოგრამები მოიმატოს. რეალურია ეს. აქვე ვიტყვი იმას, რომ რა თქმა უნდა ეს გენეტიკაზეც არის დამოკიდებული, უმნიშვნელოვანესად გენეტიკა. მაგალითად ექტომორფი, ენდომორფი, ეგზომორფი, ეს არის გენეტიკის სამი სახეობა, რომელსაც თავისი ინდივიდუალური კვება სჭირდება. მაგალითად ექტომორფი, რომელიც მიდრეკილია სისუსლისაკენ, აი რაც არ უნდა ჭამოს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იმატებს და ყოველთვის ჩვეულებრივ აქვს პრობლემა, რომ მოიყოს აი ჩემი შვილი ვერ იმატებს. რა თქმა უნდა, ის უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად და რაციონი უნდა გადაუნაწილდეს საათობრივად უნდა იკვებოს და იმაზე მეტი უნდა მიიღოს ნახშირწყალი და ცილა, ვიდრე მის ორჯანის სჭირდება, რათა მოიმატოს კონტური მასა და ჩადგეს ფორმაში. ხოლო დაკლების მომენტში პირიქით ნახშირწყალი უნდა შეიზღუდოს და მოუმატოს ცილას. რომ ჩვენი ორგანიზმა იგრძნოს, რომ აქ გვაქვს წონის კლებასთან საქმე და გამოიყენოს თავისი დაზოგილი ცხიმი, რომელიც ამავდროულად დააგროვა ჩვენს ორგანიზმში. რამდენად შესაძლებელია, რომ სახლში ვარჯიშით ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ეს დარბაზშია? ფიქრობ, ნაკლებად ეფექტური გამომდინარე იქიდან, რომ გააჩნიათ თავდაპირველად რისი მიზანი გაგვაჩნია ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანი თუ არის უბრალოდ ფორმაში ვიყოთ, სახლის პირობებში მოვახრებთ ამ ყველაფერს. დიახ, რატომაც არა, ვარჯიში, ცოტაოდენი სირბილი, ცოტაოდენი ლახტი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენი მიზანია ის, რომ ფორმაშიც ვიყოთ და ცოტა სხეული გამოკვეთილად იყოს, მოგწონდეს ეს ყველაფერი, ჩვენი რელიეფი, რა თქმა უნდა, აუცილებელი სასურველია, რომ ვიაროთ
დარბაში, მაგრამ დარბაში მისვლისთანავე აუცილებლად უნდა ავიყვანოთ შესაბამისი სერტიფიცირებული მწვრთნელი, რომელიც იმ ნიშნულოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება, რაც გაგხვდის მიზანმიმართულს და ჩამოყალიბებულ სპორტსმენად. ეს ყველაფერი მეტილად ნებისყოფაზეა დამოკიდებული, რაც ხშირად საკმაოდ რთულია და ანუ ამ ყველაფერში ოჯახის წევრების როლი რამდენად დიდია, რომ მათი ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს არ დაეკარგოს სტიმული, მოდივად ქონდეს мотиваცია და ასე შემდეგ. საერთოდ ყველაფერი თითქმის ოჯახიდან მომდინარეობს, აღზრდაც თავისთავად. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ძალისხმევა და გვერდში დგომა სჭირდებათ ბავშვებს მშობლებისგან, რომ არასდროს არ დანებდნენ. ანახავს მაგალითად მინახავს ბავშვების კატეგორია, რომელსაც რამოდენიმე ვარჯიშის მერე მიუტოვებიათ ვარჯიში. იმიტომ რომ ხელში წყობა ერთი, მაგრამ გვერდში დგომა არ უგზნიათ საკუთარი მშობლებისგან. აი არანაირად გვერდში დგომა. უბრალოდ დარბაში მოიყვანო შვილი და დააგდო ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვერდში უდგა ხარ. შენ ფსიქოლოგიურად უნდა ედგა. ბავშვი ყველანაირად მოტივირებული უნდა ყავდეს. მიდი შვილო, შენ შეგიძლია, შენ გვერდით ხარ, არ დანებდე, დატვირთო სახშიც. რათა თვით განწყობა აუმაღლოთ ამით ჩვენს ბავშვებს და არ დატოვონ არასდროს მარტო. არის რაიმე ისეთი გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ან გარემოება, რომელიც ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულად. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხაროდ დაავადებები, მუტაციური დაავადებები თუნდაც და სხვადასხვა დაავადებული, ანუ გადატანილი დაავადებები. მაგალითად, რამე ხო არ ჭირს თიაქარი ხომ არ აქვს, ან მოტეხილობები ხო არ ქონია წარსულში, ან რამე პათოლოგიური დაავადებების გადატანილი ხო არ აქვს ბავშვს, ხერხემალზე რამე ხომ არ ჭირს, თვალებზე რამე ხო არ ჭირს, იმიტომ რომ ეს აუცილებლად მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეადგინოს შესაბამისი პროგრამა მოამზადოს ბავშვი და განავითაროს სწორი კუთხით. მაგალითად, როდესაც ბავშვი მოდის, პირველ რიგში ყოველთვის ჩემი გადმოსახედიდან ვაკვირდები ხერხემლის მოცემულებას, გულმკერდის მოცემულებას, გენეტიკის მოცემულებას, რამე არ შემეშალოს, რომ მაგალითად კიბოზი, ლორდოზი ან სხვა დაავადება არ ჭირდეს, ანაც თიაქარი არ ჭირდეს, რომ ვარჯიშის მომენტში შეიძლება უფრო და უფრო გაუარესო და ბავშვი ბავშვს არა შეაყვარო, არამედ უფრო დააშორო და შეძულდეს სპორტის ამოდავთ. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და ჩვენი სოიერით ბევრ ახალ მნიშვნელოვან რაღაცას გაიგებენ, წარმატებებს რომ თქვენ სპორტში. მადლობა ძალიან დიდი და ყველას უსურვებ, რომ ნებისმიერი ასაკიდან თუ თქვილდით, რომ თქვენი შვილი მზად არის სპორტისათვის, არასდროს არ დატოვოთ მარტო და ყოველთვის დატვირთეთ სპორტით და მონაცემებით. იმიტომ რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჩვენ ცხოვრებაში სპორტს უკავია. რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის ვიძახი იმას, რომ არასდროს ახალგაზრდა არ უნდა იდგეს ქუჩაში. მე ვერასდროს ვერ პოულობდი საკუთარ თავს ქუჩაში. დღეს ბედნიერი ადამიანი და ვამაყობ იმით, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარები, რომ ქუჩაში კი არა, დარბაში იყვნენ. დარბაში გატარებული წლებით არაფერი არ გეკარგება. აი ქუჩაში კი ძალიან ბევრი რამე, თითქმის ყველაფერიც კი ხანდახან. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. გაგვიცანით. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ქართველიშვილი, data driven digital marketer-ი. უკვე 7 წელია საქართველოს ბაზარზე და უცხოეთის ბაზარზე მოღვაწეობ. ვის ან რას ემსახურება შენი საქმიანობა? ბრენდებს, სტარტაპებს, კომპანიებს ვეხმარებით, რომ განვითარდნენ და უფრო მეტი ფული იშოვონ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? ეს პროფესია ჩემით არ ამირჩევია. მეორე კურსზე ვაპირებდი, რომ წავსულიყავი პოლიტოლოგიაზე. გამხდარიყავი პოლიტიკოსი და მეორე კურსზე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ხათუნა მურჯიკნელი, ჩემი ლექტორი, რომელმაც სემესტრის დაწყებიდან 3 კვირაში მითხრა, რომ ჩემთან მოდიხარ სამუშაოდ მარკეტინგშიო და 2017 წლიდან ესე მოღვაწეობ მარკეტინგში. იყო თუ არა ხათუნა თქვენი შთაგონების წყარო? რა თქმა უნდა, თან ყველაზე მაგარი ამბავი ის იყო, რომ მე ხათუნას არ ვირჩევდი. მაგ საგანზე ვირჩევდი საერთოდ სხვას. მე ჩემმა ერთმა მეგობარმა გადამოწყვეტინა, რომ არა უეჭველი ხათუნა ავირჩიოთო და ღმერთს მადლობა, რომ ავირჩიე, იმიტომ რომ ცხოვრებაში და კარიერულად ძალიან დამეხმარა ეს ადამიანი ყველაფერში და დღეს უკვე ისე ვარ ხოლმე, რომ ხანდახან ჩემი მსმენელია სადღაც კონფერენციაზე ან სამიზე და მასაც ძალიან უხარია, რა თქმა უნდა და მე ძალიან მიხარია და
არ აქვს მნიშვნელობა სად მოხვდები ყველგან მაგას ვამბობ, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვინც ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. რისი ცოდნა, უნარები და თვისებები გჭირდება შენ სფეროში? ყველაფრის. პირდაპირ გეტყვით ყველაფრის. ფსიქოლოგიიდან დაწყებული, ტექნიკური ცოდნით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდე და დღემდე ყველას ახლა თავის პროფესია ძალიან ისეთი გონია, რა თქმა უნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა, მაგრამ იყო ციფრული მარკეტერი და მარტივად ვთქვათ, იყოს Apple შენზე დამოკიდებული, იყოს, რა ვიცი, გიგანტი კომპანიები შენზე დამოკიდებულები, რომ შენ თუ ერთი ნაბიჯი არასწორად გადადგი, დამთავრებულია ყველაფერი, მეტი კი ახლა ექიმებიც რა თქმა უნდა და ყველა სფეროს საბუღალტროს თუ არასწორად გაატარო რაღაცა, მაგრამ მე ბოლოს ისევ აი ექიმა რომ რაღაცა შეცდომა დაუშვას, მე მაგალითად გამოდის ისევ მარკეტინგის სამსახური და წერს რომ როგორ უნდა გადააგორონ ეს პრობლემა, ხალხთან როგორ უნდა მიიტანონ რა, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, უნდა მარკეტინგი წვეთ საბოლოო ჯამში რა უნდა მოხდეს რა და საბამისად ყველაფერი უნდა იცოდე. შენი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა რა გქონია? აი ხა არ ვიცი ჩვენი მსმენელი რა ასაკის ადამიანები არიან, მაგრამ დიდი ხანია გემბლინგშიც. კი ვამბობ, რომ გემბლინგი ძალიან ცუდია, გემბლინგში ვმუშაობ კაზინოების სექტორში, საერთაშორისო კაზინოებს ვეხმარები განვითარებაში და კაზინოს სექტორი არის ყველაზე რთული სამუშაო და მოდი ახლა ესე გამოწვევებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ინფორმაციებია, მაგრამ გემბლინგ სფეროში მქონია ყველაზე დიდი და რთული გამოწვევები, აი მარტივს ვიტყვი მაგალითად 6 ნიშნა ბიუჯეტი რო უნდა ჩადო ერთ რეკლამაში. ანუ მილიონზე მეტი რო უნდა გადაიხადო ერთ რეკლამაში და შენ რომ ამას უნდა დაამტკიცო, ცოტა ისეთია მუშაობს თუ არა, მილიონს დაამტკიცებ 20 მილიონი მაინც უნდა მოგიტანოს და აი ეგ ყოფილა ეგეთები ყველაზე რთული. რა უპირატესობა აქვს შენ საქმიანობას? განვითარება. ძალიან მარტივად, ყოველდღე ვითარდები. ანუ ის რომ შენ დღეს რაღაცაზე მუშაობ, შეიძლება შენ საქმეს ძალიან კარგად აკეთებდე და ესე რო აკეთო, ძალიან მაგარია რა. მაგრამ დღეს ეხავე შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა რომ ჩვენმა მსმენელმა 10 კაცმა გახსნას თავისი სოციალური ქსელი, მაგალითად და რეკლამის გაშვება გადაწყვიტოს, 10-ვესთან იქნება სხვადასხვა ინტერფეისი, ან სხვადასხვა ვიზუალი დახვდებათ რა. ანუ ერთთან ბოლო განახლება, ერთთან ბოლოს წინა, ერთთან იმის წინა და ყოველდღე ვითარდები. და რატომღაც ყოველს გონია რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. გაქვს 5 წუთი. რას გააკეთებ პირველ რიგში სამსახურში? დავიცინებ, იმიტომ რომ ჩვენი დღე იწყება დაახლოებით მოდი ხარ მოვიტყუები, კაი, პირველ საათზე და სრულდება ღამის 5 საათზე. და სულ შეხვედრა, ქოლი დავიცინებდი. აუცილებლად. შენ საქმეში უფრო რთულია დაწყება თუ შენარჩუნება? შენარჩუნება. დაწყება 21 საუკუნეში რის დაწყება რთული ვერ ხვდები. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ 21 საუკუნეში რამის დაწყება შეიძლება იყოს რთული. მთავარია აშენება და შენარჩუნება. დაწყებით ნებისმიერს ველოდები აკადემიაში კურსებზე და დავიწყოთ ხვალვე. რა სტერეოტიპები არსებობს შენს პროფესიასთან დაკავშირებით თუ გახსენდება? სტერეოტიპები ალბათ უფრო ის რომ გონიათ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც შეგვიძლია რომ კომპიუტერი დავშალოთ და ავაწყოთ. ანუ ჩვენ არ ვშლით კომპიუტერებს და არ ვაწყობთ. ბოლოს კომპიუტერი რო დავშალე, ძალიან ბევრი რაღაცა დამრჩა გარეთ. გონიათ რომ ტექნიკური ტიპები ვართ, ანუ რაღაც ტექნოლოგიების ნაწილში, ანუ შეგვიძლია რომ რაღაცა სერვერები ავაწყოთ. კი, შეგვიძლია, რომ ისწავლი მე შეგიძლია, მაგრამ ეგ არ არის ჩვენი სფერო რა, ჩვენი სფერო არის უფრო ციფრულ სამყაროში სხვადასხვა რაღაცების გაკეთება რა, ტექნიკური ტიპები არ ვართ, როგორც ესეთი. რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას? მოტივაციას მაძლევს ის, რომ არაფერზე არ ვამბობ არ შემიძლიას რა. ამას წინ ვლაპარაკობდი ერთ-ერთ ადამიანებთან და ვეუბნებოდი, რომ რას ქვია, რომ ანუ რო გეუბნება არ შემიძლია რა. ეხლა რომ ვიღაცა მოვიდეს ჩემთან და მითხრას, რომ მაგალითად მე მაქვს ну, ეხლა არ ვიცი ზუსტად რამდენი თანხა ჭირდება, მაგრამ დაახლოებით მაგდენი რო ჭირდებოდეს. მაქვს 20 მილიონი და კორპუსი ამიშენე. უეჭველი ვეთქვი, რომ აგიშენებ თქო რა. ანუ რატო ვერ უნდა ავაშენო, მაგას ვერ ხვდები, ხო? დაურეკავ იმას, ვეთქვი, ფული არის, ეს არის, შენ ხო გაქვს ამაში გამოცდილება, მოდი ავაშენოთ რა. და мотивация არის, რომ არაფერზე არ უნდა თქვა უარი, მაგრამ უფრო მეც გეტყვი, რომ мотивациაზე მაგალითად დისციპლინა. мотивация ღამე გაქვს, დილით არ გაქვს.
რაღაც მოდი ხვალ დილით ავდგები და ვივარჯიშებ. რამდენს გქონია? დილით ვერ ამდგარ, იმიტომ რომ დისციპლინა აქვს. თუ დისციპლინა გექნება, უნდა გააკეთო, სხვა გზა არ აქვს რა, გასაკეთებელია და ამ დისციპლინას ვადარებ ხოლმე. ოჯახი როცა ყავს და იმაგრად ოჯახი რო გაქვს არჩენის мотиваცია აღარ. мотиваციით არ არჩენო, мотиваციით თუ არჩენ ოჯახს დაანებე თავი. არჩენ ის დისციპლინა გაქვს რომ უნდა ავდგე, იმიტომ რომ ეს ფული შემომივიდეს, იმიტომ რომ ჩემი შვილი კარგად იყოს. ეს არ არის мотиваცია. აი რომ ამბობენ ჩემი შვილი მაძლევს мотиваციას, мотиваცია არის დისციპლინა. რომ უნდა გააკეთო რა. мотиваცია არის მინდა გავაკეთებ, მინდა არა, მოდი мотиваცია მაქვს რომ რაღაცა გავაკეთო და არ გააკეთებ. თუ აკეთებ ეს უკვე დისციპლინა. რესურს შევდით მათ, ვინც პროფესიას ირჩევს ახლა, ან უკვე იცის რომ შენ სფეროში მშობლებს არ დაუჯერონ. მოღვაწეობა. მშობლებს არ დაუჯერონ. ყველაზე ცუდი გამოცდილებაა, როცა სფერო არ გაქარჩევ და მშობლებს უჯერებ. ბოდიში დედა და ბოდიში მამა, თუ ამას მოისმენთ, მაგრამ ჩემ მშობლებთან სულ იმაზე მქონდა პრობლემა, მე მიყვარდა კომპიუტერთან ჯდომა, ძალიან. და ჩემ მშობლები ეს მიშლიდნენ რა, ანუ ჩხუბებოდნენ, მაგრამ უზიხარ კომპიუტერთან, წაიკითხე და მე ის მომწონდა. და მადლობა რომ არ დაუჯერე. და მადლობა რომ იმ კომპიუტერთან ვიჯექი იმ პერიოდში, რომ დღეს რასაც წარმოვადგენ, რომ მაგალითად ირაკლი ქართველიშვილი საქართველოში ძალიან ბევრმა იცის, იმის დამსახურებაა, რომ მაგნატის, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა, რომ ბავშვების გონება საერთოდ სხვაგან არის დღეს და მშობლების გონება საერთოდ სხვაგან არის რა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რასაც ეხა მე ვაკეთებ, მამაჩემი უფრო იამაყებდა, ძალიან მაგარი ექიმი რო ყოფილიყავი რა. აი მაგარი ექიმი შვილი მყავს რა, ხო ხდები, რასაც ვამბობ რა და ეხა შეიძლება ჩემს სფეროს საერთოდ ვერ იგებს რა. კი ხდება რომ Facebook-ზე რაღაცა რეკლამები, რაღაცა იქით რეკლამა, აქეთ რეკლამა, მაგრამ იმას უფრო მაგარი იურისტი მყავს. სამწუხაროდ თაობებს შორის ძალიან დიდი სხვაობა და მშობლებიც სავარაუდოდ მოგვისმენენ და მშობლებს მინდა ვთხოვო, რომ მიეცით ნიჭსა გზა ფართო და მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ თვითონ აერჩიონ რა უნდათ რა. უნივერსიტეტებში სადაც ვასწავლი, მე რამდენიმე საგანს, რასაც ვასწავლი, არის ის, რომ სხვა საგნის ბავშვებსაც ვასწავლი, ანუ მარკეტინგს გადიან, სხვა რაღაცაზე რო აქვს ჩაბარებულები და როცა მე წუწუნებიან, რომ არ მინდოდა ამაზე ჩაბარება, მაგრამ ჩემმა მშობლებმა დამანძალეს, ცოტა გული მწყდება ხოლმე, რომ ხედავ, რომ აშკარად მარკეტინგში აქვს თუნდაც ტვინი. და სამწუხაროდ რაღაცა სწავლობს რა და არ დაუჯერონ მშობლებს მაგ ნაწილში. რაშიც ხვდებიან, რომ ძალიან მაგრები იქნებიან იყოთ. თუ სწავლა არ უნდათ, არის სწავლა. ამასაც ძალიან პირდაპირ ვამბობ. ძალიან ბევრი პროფესიის ინჟინერები, რომლებიც არ უსწავლიათ არაფერი, ძალიან კარგები არიან. ვებ-დეველოპერები. ვებ-დეველოპერის საშუალო ხელფასი, კარგი ვებ-დეველოპერის საშუალო ხელფასი. აი ჩემ მეგობარზე ვიტყვი, რომელსაც სკოლაში მე-12 კლასი დაამთავრა, არც ერთ უნივერსიტეტში არ უსწავლია, არ ჩაუბარებია, სკოლაშიც არ იყო კარგი მოსწავლე. მისი დღევანდელი თვის შემოსავალი არის დაახლოებით $45,000. არაფერი არ უსწავლია. კომპიუტერი აინტერესებდა და დაიწყო ვებ-დეველოპმენტის სწავლა თვითონ, მაინტერესებს. $45,000. ეხლა გადაამრავლონ $45,000 2.73-ზე ამგვარი დღეს დოლარის კურსი და და მე თვეების მიხედვით გადაამრავლონ და მიხვდებიან ღირს თუ არა იმ ბავშვებთან ჩხუბი რომ გახდეს ექიმი, რომელსაც ბავშვს უბრალოდ სისხლის ეშინია. და აწვევიან რომ ექიმი გახდეს. მადლობა. გადაცემა მომზადებულია ახალწლის გასულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალწლის გასულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.